ევადიდება იესოს. ბოროტს აქვს გეგმა, მაგრამ ღმერთის გეგმა აღსრულდება. ჩვენ ვაგრძელებთ ფილიპელთა წერილს. ფილიპელთა მეორე თავის პირველი მუხლი. და ჩვენ 20 საუკუნის წინანდელ ამბებს ვამბობთ. იცით, ზოგჯერ არის ხოლმე ინტერნეტში, YouTube-ში ძველი გადაღებული კინო ფირი, დოკუმენტური 1900 წელს 901-ში, 2-ში, 1920-ში და მაშინ ახალი შემოსული იყო ეს კინო გადაღება. და დოკუმენტური ფილმები, ადამიანები როგორ დადიან ქუჩაში, როგორ რაღაც ზეიმია რაღაცა და ნუ ყველა კამერაში უყურებს, ხო? ცეკვა გადაღებული, სიმღერა გადაღებული, ხმარ ისმის, მაგრამ ადამიანების მოძრაობები არის და მე თანამედროვე ტექნოლოგიით ეს გაფერადებული არის, ანუ ფერადად არის გამოყვანილი, იმიტომ რომ იმ დროს იყო შავთეთრი და ჩქარჩქარა დადიოდნენ, ხო? ესეთი რაღაც არ იყო. და როდესაც უყურებ ამ ყველაფერს ძვირფასებო, ადამიანები არიან ჩვეულებრივი როგორც დღეს იყვნენ, დღეს არიან. ჩვეულებრივად უხარია, ზოგს კბილები არ აქვს, ზოგი ჭუჭყიანია, ზოგი წვერგაუპარსავია, ზოგს უხარია, ზოგი ურემზე ზის, ზოგი გამოწყეპილი დადის მაღალი ცილინდრით. მაგრამ იცით რა არის ძვირფასებო, ყველას აქვს თავისი ცხოვრება. თავისი განცდები, თავისი წარმატებები, თავისი გეგმები, თავისი მიზნები. გარბის ზოგი სამსახურში, ზოგი ფულის საშუალად, ზოგი შვილებს დაატარებს. და იცით ძვირფასებო, როგორც იტყვიან ხოლმე, მათი ძვალიც აღარ არის დღეს. არც არავის ახსოვს, მიშთაომავლობასაც არ ახსოვს, არც იციან. იცით, ჩემ სოფელში, საიდანაც ჩემი წინაპრები არიან, ხო? მზევით გორაზე არის სასაფლაო. და იქ არიან ჩემი წინაპრები. არასდროს ერთხელ ვარ ნამყოფი. და ქვები არის, ეს ქვები უკვე ჩაძირული არის მიწაში, მაშინ დიდ ქვებს ადებდნენ ხოლმე სასაფლაოს. ასე არ არის დღეს რო არის, ხო? დიდ ქვებს ადებდნენ და ამ ქვაზე ამოტვიფრულია. იქ ძალიან ბევრი ტყეშელაშვილი იქნება. მაგრამ გაგებაში არა ვარ, ვინ რა არის, ვინ რითი ცხოვრობდა, ვინ რითი საზრდოობდა, ვის რა პრობლემა ქონდა, ზოგი ავად იყო, ზოგი კარგად იყო, ზოგი ლოთი იყო, ზოგი განათლებული იყო, ზოგი მოკეიფე იყო, ვინ რა იყო, ვინმეს აინტერესებს, არავის არ აინტერესებს. მაგრამ პავლე მოციქული მაინტერესებს, როგორ ფიქრობდა, როგორ დადიოდა, როგორ იბრძოდა. ნახეთ ძვირფასებო. მარადიული არის მხოლოდ შენი ღმერთთან ურთიერთობა. თუ ჩემი წინაპრებიდან ვინმე იქნებოდა ისეთი, როგორც პავლე მოციქული იყო, ის დატოვებდა კვალს. რატომ ვამბობ ამ ყველაფერს, მეგობრებო? ცხოვრება ძალიან ხანმოკლე არის. ამიტომ შენ სიბრძნე გჭირდება, რომ შენი ცხოვრება სრულად არ გადააყოლო ამ ქვეყნიურ საქმიანობას, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ ყველაფერი არის წარმავალი და ხრწნადი. მაგრამ ის, რაც სულიერი არის, ის არის მარადიული და ის არის ის, რაც შენ შეგრჩება. ამიტომ ჩვენ ახლა 20 საუკუნის წინანდელ ამბებზე ვლაპარაკობთ.
მაგრამ მოციქულთა საქმეები დღესაც გრძელდება და ეკლესია ისევ აგრძელებს შრომას, იმიტომ რომ იესო ქრისტე ცოცხალია და ჩვენც ცოცხლები ვართ მათთან ერთად და როდესაც აღვდგებით მათთან ერთად სიცოცხლეში დიდება იესოს. ეს არის იმედი ჩვენი და ამ იმედზე დაყრდნობით ყველა ცხოვრებისეული პრობლემა უნდა გადავლახოთ, რომ ღირსი ვიყოთ სახარებისა. როგორც თქვით წინამსახურებას დაწერილია, ღირსეულად ვიცხოვროთ, სახარების შესაბამისი ღირსებით ვიცხოვროთ და გამვლიოთ ეს წუთი სოფელი, რადგან იმედით ვართ, რომ ჩვენ იესო ქრისტესთან ერთად ვიქნებით მარადიულად. დიდება იესოს. ჩვენ საფლავის ქვისკენ არ მივდივართ, იცით ძვირფასებო. დღევანდელ სასაფლაოებს რო შეხედავ, ხო, ზოგიერთი სასაფლაო ხა ერთხელ იქეთ ვიყავით კუკიაზე თუ სადღაც არ მახსოვს და ერთი სასაფლაო ისეთი იყო, რომ ზოგ სახლი არ აქვს ისეთი. და მითხრეს, რომ ესო ქურდის სასაფლაოაო. აქ კი აქვს იმ ქურდს კარგი სასაფლაოზე, მაგრამ იქ როგორაა საქმე ნედავი. იქ როგორ არის საქმე ნედავი. ეს არის ურწმუნოება ძვირფასებო და საქართველოს ძირითადად ურწმუნოებით არის. მერე როდესაც კომუნისტები წავიდნენ და მოვიდა ახლა ახალი განახლება, ახლა თქვენს რომ ჯვარი თუ არ იქნა სასაფლაოზე, ისე არ შეიძლება. და ახლა ყველა ჯვარს ახატავს. ახალი გამოცხადება მიიღეს. მაგრამ ჩემო მეგობრებო, ჩვენ უნდა წავიდეთ ზეცაში ნაყოფებით. და ეს ნაყოფები არის ჩვენი გამოცხადებები იესო ქრისტეში. დიდება ჩვენ ძვირფას უფალს. ამიტომ სიბრძნეა იმაში, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ პავლე მოციქულის წერილებს და ვარჩევთ მას. იმიტომ რომ პავლე ამბობს, რომ მომბაძეთ მე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს.